გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს განსასჯელის სკამიდან თქვა, რომ ის მსოფლიოში არის პირველი ადამიანი, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ამ შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობდა მტკვარი ჰესის პროექტზე, იმ პროექტზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო წლების წინ, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე გაახანგრძლივდა. სწორედ ამაზე მიანიშნებდა დღეს ბაჩიაშვილი, ყვებოდა, რომ აღნიშნულ პროექტს უცხოური კომპანიები უწევდნენ ზედამხედველობას, ყველაფერი იყო ზედმიწევნით კარგად გათვლილი, თუმცა მეწყრული პროცესები, რომელმაც ხელი შეუშალა და ასევე COVID პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის განმარტებით მტკვარი ჰესის პროექტის დასრულებაზე, ბუნებრივია, რომ შეუძლებელი იყო მათ წინასწარ განეჭვრიტათ. გიორგი ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და მტკვარი ჰესის საქმეც მის წინააღმდეგ შეკერილია. ვერ ნახავთ ფონდს, რომელსაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მსგავსი პროექტების ზედამხედველობა. თანაინვესტირების ფონდს მსგავსი 10-მდე პროექტი ჰქონდა, დიდი ბიუჯეტით. ყველა ამ პროექტში საინჟინრო ზედამხედველობას ახორციელებდნენ გარე კომპანიები. მტკვარი ჰესის ზედამხედველობას უწევდა სპეციალიზებული კომპანიები. ყველა მოქმედება, ნახაზი და დასკვნა იყო ამ კომპანიებთან შეთანხმებული. შესაბამისად, ფონდის ვერცერთი თანამშრომელი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რამაც პროექტის დასრულება შეაფერხა. ყველა დასკვნაში ეწერა, რომ შესაძლოა პროექტი დასრულდეს ამ ვადაში და ამ ბიუჯეტში. გეოლოგიური რისკების გათვლა წინასწარ შეუძლებელია. მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი იქნება, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში. გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ედავება, რომ მან გულგრილად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად, რადგან რისკები ვერ გათვალა წინასწარ, რაც ხელს შეუშლიდა მტკვარი ჰესის პროექტის მშენებლობას. თუმცა აქვე პროკურორი ყველა სასამართლოს ხდომაზე აღნიშნავს იმას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც ფონდის გენერალური დირექტორი, იყო პიროვნება, რომელმაც თავად მოიწვია კომპანია საიმსოდ, რომ რისკები წინასწარ შეეფასებინათ. არსებობდა რისკები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს შეეძლო, რომ წინასწარ განეჭვრიტა, თუმცა არსებობდა და ისეთებიც, რასაც ნამდვილად ვერ გამოიცნობდა. ეს არის უკვე ადვოკატის პოზიცია, ერთ-ერთი მათ შორის არის სწორედ მეწყრული პროცესები, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ხელს უშლიდა აღნიშნული პროექტის დასრულებას და ასევე COVID პანდემია, როგორც ადვოკატი განმარტავს. საქმეში იდევს აღნიშნული ფონდის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საბჭოზე სხდომებზე მიიღებოდა გადაწყვეტილება და ერთპიროვნული მმართველი არ ყოფილა გიორგი ბაჩიაშვილი, თუმცა პროკურორი დღეს ამბობს, რომ აღნიშნული საბჭოს ხდომებიც იყო ფორმალური და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად გიორგი ბაჩიაშვილი იღებდა. ხა ობიექტური გარემოებები ძირითადი რაც იყო, ეს არის ამ გვირაბის ეგრეთ წოდებული საბურღი მანქანის გაჭედვა, რაც დადასტურებულია ცხადია ასევე პრეიუდიცია ეს COVID-ის არსებობის ფაქტი, რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ძირითადად ეს მოწმეები არიან ამ ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის და შესაბამისად არანაირი გულგრილობა არათუ გიორგის მხრიდან, არც ერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა. დირექტორი არ გახდათ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, არამედ ასწებობდა აღმასრულებელი საბჭო. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელები, იგივე სამშენებლო კუთხით, საინჟინრო კუთხით, ფინანსური კუთხით, იურიდიული კუთხით მათ შორის, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დებდნენ სათანადო დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ერთობლივად კოლეგიალურად ხდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ბაჩიაშვილის ოდავებით გულგრილობას, არაჯეროვნად კვეთებების შესრულებას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელი, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ესეთი მმართველობითი ორგანოები ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში არა მხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს, იმიტომ რომ ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე ის იყო, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ინვესტიციების მართვაზე და პროექტების სწორად მართვაზე. გარდა იმისა, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, რაც კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს უმაღლეს მმართველობას და წარმომადგენლობის მქონე სუბიექტს, ასე ამავდროულად არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაული სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას ეს უფლებამოსილებები ჰქონდა. მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იყო რისკები და საფრთხეები იდენტიფიცირებული და ეს ყველა რისკი და ეს საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული და შედეგი
გამოძიების ვერსიით გიორგი ბაჩიაშვილის სამსახურებრივი გულგრილობის გამო მტკვარი ჰესის პროექტმა 100 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. ამ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა 2 დეკემბერს გაგრძელდება საქალაქო სასამართლოში. იქამდე კი დღეს ასევე იყო სასამართლო პროცესი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების. ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან, თუმცა დაუსწრებლად მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში სწორედ მშობლები ეხმარებოდნენ.